გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს თალიბანს გააუქმოს ავღანეთში ქალებსა და გოგონებზე დაწესებული შეზღუდვები. ერთხმად მიღებული რეზოლუციით საბჭომ გაეროს მისიის მანდატი ქვეყანაში კიდევ ერთი წლით გაახანგცვივა და მოითხოვა, რომ ქალებს დაუშვან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განათლებასა და სამუშაოში დაბრუნება. ხმის მიცემა მას შემდეგ გაიმართა, რაც ამ თვეში დასავლეთ ავღანეთში მინიმუმ 30 ქალი დააკავეს, თითქოს თალიბანის ტანსაცმლის კოდექსი დაარღვიეს. დაკავებების შემდეგ პროტესტები დაიწყო. თალიბანის პოლიციამ კი ბრბო ძალადობრივად დაშალა. გავრცელებული ინფორმაციით მინიმუმ 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. საკითხის დეტალურად განსახილველად ჩვენთან ერთად არის მარიამ ვარდაკი, ავღანეთში თავისი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. მარიამ, გაეროს ამ ხმის მიცემით რეალურად რამე იცვლება? თუ ეს კიდევ ერთი საერთაშორისო განცხადებაა, რომელსაც რეალური გავლენა არ აქვს ადგილზე? მართალი გითხრათ, არა, დაუყოვნებლივ არა. ეს სიმბოლურად მნიშვნელოვანია, რადგან უშიშროების საბჭომ ერთხმად გაახანგრძლივა გაეროს უნამის მანდატი და კიდევ ერთხელ მოუწოდა თალიბანს გააუქმოს ქალებზე დაწესებული შეზღუდვები. მაგრამ ავღანელმა ქალებმა წლების განმავლობაში ბევრი განცხადება მოისმინეს. ეხლა მთავარი ისაა, გადაიქცევა თუ არა ეს ბერკეტად, დაფინანსების პირობებად, დაცვის მექანიზმებად და შედეგებად და არა უბრალოდ კიდევ ერთ დოკუმენტად. კარგი, რას გიყვებიან ავღანელი ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაზე ამ რეპრესიების პირობებში? ნამე ნამდვილად გაუარესდა. მე ვფიქრობ, რომ ქალაქებში ისინი სრულიად გამოფიტულები არიან. ეშინიათ. ისინი თავს წაშლილად გრძნობენ. ქალები ყოველდღე გვიყვებიან ჩვენ, თქვენ, მე და დანარჩენ მსოფლიოს, რომ ცხოვრება სულ უფრო და უფრო მცირდება. რა აცვიათ, სად მიდიან, შეუძლია თუ არა იმუშაონ, ისწავლონ, ან თუნდაც თავისუფლად გადაადგილდნენ. და განსაკუთრებით ის, რაც ახლახან ნახეთ, ჰერათში ქალების დაპატიმრებამ ჰიჯაბის ტარების გამო კიდევ უფრო მეტი შიში გააჩინა ქალაქში. მინდა აღნიშნო, რომ სოფლის რეგიონებში ბევრი არაფერი შეცვლილა, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ელექტროენერგიაზე წვდომა არ ჰქონდათ. ამ რეგიონების ბევრი ნაწილი არ შეცვლილა, იმიტომ რომ ვიწრო აზროვნება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქალები, არასდროს შეცვლილა წარსულიდან დღემდე, არც მათი ჩაცმულობის მიმართ. და განათლებაზე წვდომაც ძალიან შეზღუდული იყო. ძირითადად ურბანული ტერიტორიები ვითარდებოდა, რისკენაც ქვეყნის უმეტესობაც ცდილობდა გადანაცვლებას. და სწორედ ურბანულ ტერიტორიებზე ვხედავ ყველაზე მეტ დაცემასა და რეგრესს. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს, მარიამ? ჩვენ გვაქვს ეს სიტყვები. შეიძლება მათ გარკვეული ბერკეტი მოიტანონ, მაგრამ სინამდვილეში რას უნდა აკეთებდეს საერთაშორისო საზოგადოება? ამ რეზოლუციებსა და განცხადებებზე მეტად, რომ რეალურად დაიცვას ავღანელი ქალებისა და გოგონების უფლებები ახლა. მე ვფიქრობ, რომ უნდა შევთყვიტოთ ავღანელი ქალების რეზოლუციაში ერთ აბზაცად განხილვა. მართლა საჭიროა, რომ ჩართულობა, დახმარება, მოგზაურობა, დახმარების გაწევა, აღიარება და ფინანსურ რესურსებზე წვდომა დაუკავშიროთ ქალებისა და გოგონებისთვის გაზომვად უფლებებს. არა დასჯის მექანიზმით, არამედ უფრო წახალისების გზით მივაწოდოთ წვდომა. ან პირდაპირ დავაფინანსოთ ავღანელი ქალები, ან დავიცვათ ქალები ადამიანის უფლებების დამცველები, ან გაუწიოთ მხარდაჭერა. არ ვიცი, თემზე დაფუძნებული განათლება. და რაც ყველაზე მთავარია, მუდმივად ეცადეთ, რომ ტალიბანთან დიალოგი გაგრძელდეს, რათა დარწმუნდნენ, რომ ქალების გაქრობა შეუძლებელია. ანუ არსებობს სივრცე. ის ვიწროა, ძალიან საშიშია და მუდმივად მოლაპარაკების საგანია. და გულისხმობ იმას, რომ ავღანელი ქალები ჩუმად მუშაობენ არაფორმალურ ქსელებში, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში, მაგრამ ისინი მაინც აწარმოებენ მოლაპარაკებებს. იცით, მე რისკზე მივდივარ, როცა ამასაც კი ვუზიარებ, რადგან ზოგიერთი საშუალო რგოლის თალიბანის წევრი თვალს ხუჭავს. რადგან მათ სურთ გარკვეული პროგრესი დაინახონ, ხო ესეა, თავიანთი ქალებისთვის, თავიანთი ქვეყნისთვის. მაგრამ საქმე თალიბანის ხელმძღვანელობაშია. ამ დირექტივების უმეტესობა ავღანელი თალიბანებისგან არ მოდის. ისინი მოდიან მეზობელი ქვეყნებიდან და საზოგადოების დესტაბილიზაცია ხდება ქალების დესტაბილიზაციითა და გაჩუმებით. რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ოჯახებში გადაწყვეტილებებს იღებს. მაგრამ თუ ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას, რომ რაიმე საკითხი წამოვწიოთ და ჩვენი ოჯახი წინ წავიყვანოთ, თუ გტოვებენ გაუნათლებლებს და პროგრესის შესახებ უცოდინრებს, მაშინ რა თქმა უნდა ავღანეთი დარჩება არასტაბილური და საუკუნეების განმავლობაში უკან დაიხევს, როგორც ეს წარსულშიც ხდებოდა.
ამბობთ, რომ თალიბანში სხვადასხვა წინააღმდეგობრივი ძალის ნიშნები ჩანს. 100%-ით. მე ვფიქრობ, რომ თალიბანი დანაწევრებულია. დიახ, მათ აქვთ თითქოს ერთიანი ლიდერული ფრონტი, მაგრამ იმ ჩართულობიდან, რაც მე მინახავ სხვადასხვა დონეზე და რაც თქვენს გინახავთ, რადგან ქალები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ხდება გარკვეული მცდელობები, ხო ასეა. ზოგან გვესმის, რომ ქალებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, მაგრამ შემდეგ არის ადგილები, სადაც ისინი რესტორნებს ხსნიან, მუშაობენ, ასწავლიან და მათ ქსელში თალიბანიც არის. ასე რომ რა ხდება? ეს იმიტომ ხდება, რომ იქ თალიბანის წევრები პროგრესულები არიან, თუ იმიტომ რომ ისინი თვალს ხუჭავენ. ანუ რა ხდება? და თუ ისინი ჩუმად მუშაობენ, ჩვენ როგორ შეგვიძლია გავაგზავნოთ ამ სივრცეში ჩართულობა? და ვფიქრობ, აქ სტიმულები ისევ იმუშავებს. არა უბრალოდ ფინანსური ან მოგზაურობის აკრძალვები, ეს არაფერს შეცვლის, თალიბანს არ აინტერესებს. ისინი არსად მიდიან, საზღვარგარეთ არ გამოდიან, მათ ამის საჭიროება არ აქვთ, ხო ასეა. ასე რომ ისინი იტყვიან, კარგი, თქვენ მოგცემთ წვდომას, შეიძლება ამის გადახედვა გადაწყვიტონ, რადგან ეს ომით განადგურებული ქვეყანაა. ეს არის ტერიტორია, სადაც სტაბილიზაცია საჭირო და დარწმუნებული ვარ, ისინი ამას კარგად აცნობიერებენ, მაგრამ ეს კომუნიკაციის ტიპზეა დამოკიდებული. და კიდევ ერთი რამ, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ვფიქრობ, რომ თუ საერთაშორისო საზოგადოება ისწავლის, როგორი ურთიერთოს მათთან, მაგალითად არსებობს ქალები, ისლამური სწავლულები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ძალიან დიდ პატივს სცემენ, რატო არ ვიყენებთ მათ თალიბანთან მოსალაპარაკებლად? რატომ არ იყენებს საერთაშორისო საზოგადოება მათ, რომ იურთიერთოს იმ ენაზე, რომელსაც ისინი ესმით, ანუ რელიგიის ენაზე. ხო, ესეა. ძალიან საინტერესოა ის, რასაც ახლა ავღანეთში ვხედავთ. მარიამ ვარდაკ, დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან News და 4 News English-ის ეთერში.